გესალმებით, დღეს ჩვენ ვიღებთ ტაქსისტის ცხოვრების მეორე ეპიზოდს. დიდი რაღაცობით აქამდე შევხვდით მაგრამ არა უშ. რაც არის. ეხა გეტყდალით გამოიწერეთ არხი. ეს კაცი უკან ზის? რა მაგრაზის უკან? საღოძმა. დავიმტვერით? საინტერესოა რანაირად. იმედია ეს ეპიზოდები მოგწონს ვაიმე გავუცდი და ასევე დავდე არ ვიცი ნახეთ თუ არა მდიდრული ცხოვრება. ხო და მაგასაც უყურეთ ძალიან მაგარი ვიდეო და მოგეწონებათ გპირდებით. მენა მოგეწონებათ. ამიტომ მაგასაც უყურეთ და ეს სად მივდივართ? მოკლებზე რო ჩავიდი არა? კაი, ვიტყუები. მოკლები არ უყვარს ამანქანას. ისეაც ვაივაგლახით დადის. კიდე მოკლები უნდა. მიკროფონი არ მაქვს ასევე. კიდე რავი, ამიტომ შეიძლება ცოტა შხრიალი ხმები იყოს, მაგრამ არა უშოს. და ავიდეთ რა 50 გამომწერზე, იმიტომ რომ მე ლაივებს ჩავრთავ და რაღაცები და მოკლედ გაგისწორდებათ რა გპირდებით. ძმა ეს ტიპი სად მივყავს ვეღარ გავიგე. აქ მერე რა შეკვეთა უნდა მოვიდეს. მომდის? კაი, პირველი დავამთავრეთ. ხა მოტრიალდები მე. ავედით მარტო 4 კილომეტრი უნდა გავიაროთ მგზავრი რო ჩავისო. და ეს ყველაფერი უნდა ვქნას 3 წუთში. მაგარი. ამანქანით კი 4 კილომეტრს გავივლი 3 წუთში როგორ არა? ცოტა დავიდოით ისეთი არაფერი. რა
გელაპარაკოთ. ხო, TikTok-ზე ვდებ ვიდეოებს, ხო და TikTok-ზეც გადადით გამოიწერეთ არხი რა, იმიტომ რომ ძალიან კაია იქიც რა და რა იდეალური. ასევე ხა თუ კარგი მუშაობა იყო და კარგი მუშაობთ ფული. შემდეგ ეპიზოდში ალბათ ისეთ მანქანას ვიყიდი რომ რაღაც თუ არა და არ მგონია რომ რამე გამოგვიდეს, იმიტომ რომ ეს მანქანა ცოტა შეღუნულია, მაგრამ იტაქსავება რა. შემდეგ ეპიზოდში ის მანქანაც გაკეთებული იქნება და მოკლედ კარგი გამოვა. ასევე მჭირდება ხალხი ვიდეოს გადასაღებად რა და ვისაც სურვილი ექნება შეუძლიათ რომ შეგიძლიათ კომენტარებში მომწეროთ, დაწეროთ ვის სურვილი გაქვთ და შეგეხმიანებით აუცილებლად და გადავიღებთ ერთად ვიდეოებს რა. ხა იდეაში კი თუ რა გადამეხვია, მაგრამ უშავს პროცესზე ვიაროთ რა მოგვიყვა არაფერი. და ნინო ჭხეიძის მუსიკები არ მაქვს რა, იმ დიბლმა ისიც გამიფუჭა ის მაგაც რო ათხოვა. დინამიკები თუ რაღაცეები ხო რა. სხვათა შორის რო ვიძაღოთ ჯარდიან მეთქი, სულაც არა მაგრა დადის. აი რატო დადის მაგრა. აი უყურეთ. სულ დავინჯღიეთ. და შემდეგში აღარავინ ჩავიჯრება მანქანაში, მაგრამ არა უშავს. რაც არის, ეს არის. გაუცდით. აი ეს არ მომიქნა. ეხლა თქვენ დროს დავკარგავ. ბიჭო, ვეღარ გავიგე სად არის ძმა. ანუ ეხლა უყურე. ვეღარ გავიგე სად არის ტიპი ძმა, ხან იქიდანო, ხან აქედანო. ტიპივე ჩამოყალიბდა. და მაინც უნდა შევიდე ძმა, გეთქვა აეროპორტში ვარ. ბოდიში დაგვიანე. წევედით 8 კილომეტრიო, ბიჭო, ეს მაგარ ფულს მოგწევს. ეს იმდენ ფულს მოგწევს, მე მგონი შემდეგ ეპიზოდში კარგ მანქანას ვიყიდით. მგონი ჩვენც ავიწყობთ ცხოვრებას. ტაქსისტების ცხოვრებით გავდიდრდებით. ესეც უკან ჩამიჯდა ძმა რა კაცი. ლატა ეძახე და რა მისიები და რა ისინი შეკვეთები ავიღეთ. ისე რა ვიცმა ბზების სუპროცევზე მაქცევენ. სად მივდივართ ეხა წათისა გაიგე. ბენზინს გვითავდება და მე მგონი გზაში ჩასხმა მიმავალზე მოგვიძევს. არ მოსრიალდე რა. ეს სადღაცას მიდის, ძალიან შურს. სხვა ქალაქში მიდის ჰაივეიზე, ან კიდე დიზერტში.
171-ზე მეც ვერ მიდის, ანუ გაში ფეხი მაქვს გათხრილი, მინდა მატორს ფეხებს ურტყავ, მაგრამ ვერ მიდის. ასამოცია დაშვებული. ბენზინი მითავდება, საჩავასხა. მეტი ამ შეკვეთას მოვასწრებ. Sifen. Hop. ეს მაინდოლი საიდან ჩამიჭრა? თუ ჩინელი თუ სად დაუღია რა ქუდიება? თავშალი ხონდა შემოხული გიჟივით. Banana. არა. პატარა თავი გარტყამით მე რა. ხდება ხო? მანქანას გამოვიყვან მე, იმ მანქანას გამოვიყვანა, მას შევაგო. ტრაილერის ცხულია ეს ქალი თუ რა? აურა ტიპილია 2062 რა. აი, გავჩერდი პარიმა. ეს დიდებული ცხოვრებისთვის მქონდა გადაღებული და შემჩარა უბრალოდ. აი. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით. და შემდეგი ეპიზოდი რამდენ ლაიქსიც იქნება უბრალოდ мотивაციის გამო ერთი კლიკია დააკლიკეთ უბრალოდ ლაიქს და გამოიწერეთ რა мотивაციის მხრივ რა. გთხოვთ